მესამედზე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით შეგეფართათ ადმინისტრაციული პატრონობა 14 დღის ვარ. გასაგებია თქვენთვის კეიკეებით. იცის რომ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა კანონით ისჯება. ისიც რომ კანონის განმეორებითი დარღვევა პატიმრობას იწვევს და ჩანს მიზანიც ეს არის. ამის წინ დამაჯარიმეს ასევე სტატუსების გამო და ახლა პატიმრობის განუწყვეტილება გამოიტანეს. მე მინდა ერთი რამ თქვა, რომ ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთია. ამბობს რომ არ ცნობს კანონებს, არ აღიარებს არჩეულ ხელისუფლებას, სასამართლოს და მეტიც მთავრობის დამხობას სურს. არ აღიარებს არც სასამართლოს, არც საქალაქოს განუწყვეტლებას. ნებისმიერი ფორმა, რომელიც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ გამოვიყენოთ მათ დასამარცხებლად, ჩვენ ამას გავაკეთებთ. კანონები, ვითომ კანონები ბრწყალებში აჩერებდეს ამხელა პროცესს, ეს არის სრული ილუზია. ბრძოლა გაგრძელდება ყველა იმ ფორმით, რაც აუცილებელია ამ ბრძოლის გამარჯვებამდე მისაყვანად. უფრო ექსტრემისტი რევოლუციონერის განცხადებას გავს, ვიდრე ჟურნალისტის. ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა, როგორც ჟურნალისტი, ის მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, პარტიული აქტივისტი და უხეშეურაცხყოფას აყენებდა მოგრძო ადამიანებს. რაც ჟურნალისტის განმარტებას მნიშვნელოვნად სცილდება. თუმცა ბრიუსელს ნაცმედიისთვის ეს სტატუსი სჭირდება, რომ ჟურნალისტების დევნაზე ისაუბროს. ზოგჯერ პირადად, ზოგჯერ კი მისივე ნაყიდი მიკროფონებით. ჟურნალისტების დაჭერა გაგრძელდება თუ არა? ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, მარტო პარტიის აქტივისტები არიან. ზია ამაყობელი, ვახო სანაია და ქეთა ციცქიშვილი თქვენთვის ჟურნალისტები არ არიან. ისინი არიან ნაცმოძრაობის პარტაქტივი, კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტაქტივი. სინამდვილეში პარტაქტივისტობა და აქციებზე ქუჩის გადაკეტვა სულაც არ ეხამოშებათ. უბრალოდ ბრიუსელის სცენარით მათ დევნილი მედია უნდა ერქვათ და ამიტომაც ჩემოლობენ ჟურნალისტის სტატუსს. ისინი არიან ჩვეულებრივი დავალების შემსრულებელი აგენტები, რომლებიც ფულს იღებენ სწორედ იმაში, რომ ასეთი შეურაცხყოფებით, ასეთი მდაბიო პროვოკაციებით რამენაირად გამოიწვიონ საზოგადოებაში დაპირისპირება, უფრო გააღვიონ კიდევ პოლარიზაცია და საერთოდ მიიყვანონ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე. არ ჩავწევ ხელს. არ ჩავწევ. ნაბიჭვარი უწოდა ტელევიზიის დამფუძნ. რო არ ჩავწიო? არ ვიცი, მე არ გამბიგია. მე გეუბნები. რომ შენ რომ მეუნები ჩემთვის რა ხარ, მე შენ რატომ ეს კი არ ხარ ჟურნალისტი ვარ? ჟურნალისტიკა გახდა მანკიერების ან თავშესაფარი, რომ რაღაცნაირად იქ შენ ყველაფრის უფლება აქვს და ეს იყო სწორედ ლიბერალური დღის წესრიგის ნაწილი. და ეს არა მხოლოდ საქართველოში მოხდა. მედიის პოლიტიკურ იარაღად ქცევით, Deep State-მა მთელ მსოფლიოში ძირი გამოუთხარა ჟურნალისტიკას. WikiLeaks-ის მასალები აჩვენებს, რომ USAID-მა შექმნა და აკონტროლებდა მედია საშუალებების მსოფლიო ქსელს, რათა პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გზით მათი ქვეყნების მთავრობები ემართა. ომისა და გადატრიალების პროპაგანდისთვის შეიქმნა სოცმედიის ქსელებიც. ტვიტებმა თუ პოსტებმა ტანკები და ბომბები ჩაანაცვლა, რასაც ჰიბრიდული ომი დაერქვა. მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ეს სისტემა ამხილა და საბიუჯეტო დაფინანსება ჩაუკეტა, ის ევროპულმა Deep State-მა, ბრიუსელმა გადაიბარა. ბრიუსელის ლიბერალურმა ელიტამ ჩემს მთავრობას მძვინვარე ომი მხოლოდ იმიტომ გამოუცხადა, რომ სუვერენიტეტის დაცვას ვეცადეთ. მათ მიერ მართული მედია და სოცქსელები ჩვენს წინააღმდეგ მილიონობით ვიდეო რეპორტაჟს ავრცელებდნენ. იგივე ხდება სხვა ევროპულ ქვეყნებში, რომელთაც სუვერენიტეტი დააკარგინეს. ვახოსანაიას საბოტაჟით სავარაუდოდ ამ ძალისხმევის ნაწილია, ხოლო კანონისა და სასამართლოს სრული იგნორირება კიდევ უფრო ფართო მიზნის ნაწილი. ეს არის დაუმორჩილებლობა, ხო და ნებისმიერ სოლიდარობა ამ დაუმორჩილებლობის აქტის მიმართ ასევე არის თანაგზნობა დაუმორჩილებლობის მიმართ. ეს არის ყველაზე ძლიერი მექანიზმი. ეს ნაცპროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილია, რომელიც სწავლის ნაცვლად სტუდენტებს აქციებისკენ მოუწოდებდა. დღეს კი ხალხს კანონის საბოტაჟისკენ უხმობს. კეზერაშვილის ფორმულადან, რომელსაც პარტიული ტელევიზიის წოდება არ მოსწონს. ჟურნალისტისთვის შეურაცხყოფა ნამდვილად, როდესაც პარტიულს ეძახით და პარტაქტივს ეძახით, ბატონო ირაკლი. პარტაქტივი მარტივად არის საქმე. პარტიული ტელევიზია ვარ, ჩვენ დარწმუნებული ხარ? დიახ, თანაც სრულიად დარწმუნებული, რომ ნაცმედია მეხუთე კოლონის ნაწილია და ხალხის ქუჩაში გასაყვანად მუშაობს. თუმცა ნდობა სრულად დაკარგა და ამას ვერ ახერხებს. ერთ-ერთი ჯგუფია, რომელსაც აქვს კონკრეტული დავალება და ის აღვირახსნილი
სიბინძურე, რაც მათი პირიდან და რაც მათი Facebook-ებიდან ისმის და ვხედავთ, ეს არის დავალების შესრულება, რომ რამენაირად მოხდეს საზოგადოებაში დაპირისპირება, პოლარიზაციის გაღვივება. ამიტომ პატრონებმა ახალი მისია მოუნახეს. ინტერნეტში სიძულვილის თესვა, რამაც საზოგადოება უნდა გახლიჩოს და სამოქალაქო ომამდე მიიყვანოს. ახალ მისიას კი ახალი ინსტრუქტორიც მოაყოლეს. საზოგადოების უმრავლესობა, რომელიც აქამდე პასიურად უჭერდა მხარს რეჟიმს, რაღაც მომენტში ასევე პასიურად გადმოვა ჩვენს მხარეს. რევოლუციების ინსტრუქტორის იგორ ბლაჟევიჩის ანგარიშზე ბირმის რევოლუცია. თუმცა აღმოსავლეთ ევროპაშიც დატოვა კვალი. საქართველოზე შარშან გადმორთეს. სწორედ მისი ინსტრუქციით ეცადნენ გვარამია და ვაშაძე მობილურების აქციით დამოუკიდებლობის ზეიმის ჩაშლას. ვიცი რომ ცოტა დროს აიღებს, მაგრამ ეს აუცილებელია გავაკეთოთ. გავხსნათ Facebook-ი და ავკრიბოთ სამი სიტყვა. საქართველო, აი თქვენთან ერთად მეც ავკრიბავ ახლა. საქართველო იმსახურებს უკეთეს და გაზარება რა, ძალიან უგვეზარება. დავყოსტო, ხო არაფერი არ არის დასაკეთებელი. არ დაგვეზაროს ხო? ძნელია ასეთი ყალბი პათოსით თუნდაც დაპოსტვა არ დაგეზაროს და არც თუ გასაკვირად გაჯეთების აქციაც ჩაკლავდა. თუმცა ამის აღიარებას ნაცკლასტერს სიკვდილი ურჩევნია. დაფინანსებაზე ცუდად აისახება. ესეც რა თქმა უნდა პროპაგანდისტული გზავნილია, რომ დაცოტავდნენ, აი ცოტა აკაც უკი დგას, 10 კაცი დგას 20. ჩვენ ნახეთ 26 მაისზე 10,000 ადამიანი ქუჩაში. და ნახეთ სწორედ 26 მაისს, რომ ეს პროტესტის ნაღვერდალი ანთია და მზად არის აალდეს. ანუ ნაპერწკლიდან ცეცხლი აალდებაო, როგორც ბოლშევიკები იტყოდნენ. Your message to be contagious on the social media. ბატონო ბლაჟევიჩ, თქვენ გვეუბნებით, რომ სოციალებში ყურადღების მისაქცევა თავხედი და შეურაცხმყოფელი უნდა იყოთო, მაგრამ როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? უნდა გეყოს გამბედაობა იყო დამანგრეველი. ყველაფერი უნდა სცადო, რაც ჩარჩოებს სცდება და დააკვირდე რა მუშაობს. რა არის რეალურად ეფექტიანი. ამ ტიპის სამუშაოსთვის მოქნილი დაფინანსება აუცილებლად იქნება. შესაბამის სპეცსამსახურებს ქართული ფსიქიკა კარგად აქვს შესწავლილი და ცდილობენ აი სწორედ ამ ფაქის სიმებზე ითამაშონ და დაუკრან ასე ვთქვათ ეს მანკიერი მუსიკა, რომელზეც მე ჩვენ ვიცეკვებთ და რაღაც გეოპოლიტიკურ სამსხვერპლოზე როგორც სცენაზე შევალთ. რეალურად ეს ადამიანები წარმოადგენენ დიდ ძალას, რომელიც წლებია მუშაობს საქართველოში უცხო ქვეყნების გავლენების გაფართოებაზე და საქართველოში სასურველი ხელისუფლების მოყვანის სცენარში მათ აქვთ საკუთარი როლი. სანაიაც ჩანს ამ ექსპერიმენტის ნაწილია, რომელიც საბაზისო 300-ოს კომბინაციური შეტევით დაიწყო. მოსამართლე კობა ჩაგუნავა. ლეო შენა. ცხადია პაპუაშვილიც ლეა. მიათვალეთ ეს ჯარიმა. ექსტრემისტ მზიასა და ალეკოს მსგავსად, აკაცუკები მას ახლა ბელადის გვერდით დააყენებენ. ასეთ პატივს კი სახაროვის პრემიაც ვერ შეედრება. ამ ყველაფრის ასე ვთქვათ პირველი ტრიგერი და ასე ვთქვათ წამკიდებელი არის სწორედ აგრესია სოციალურ ქსელებში, სადაც ისინი, რა ვიცი, საჯარო პირებს და არა მარტო საჯარო პირებს შეურაცხყოფენ. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის შემოგდებული პროვოკაცია იმისთვის, რომ ამაზე მიიღონ რეაქცია. და იმედი აქვთ, რომ სხვა მსურველებიც გამოჩენდებიან. Facebook-ზე იმაზე მეტმა ადამიანმა გამოიყენა 300-ოს კომბინაცია, რის გამოც ვახო დაიჭირეს და სხვადასხვა მიმართულებებით. ესეც მიმართვა ბლაჟევიჩს. ვახოს 300 მუშაობს. მოქნილი დაფინანსება გამოუშვია და სავარაუდოდ მოედინება კიდეც. ოპერაცია კი შემდეგ ეტაპზე გადადის, რაც გარე მხარდაჭერასა და აგიტაციას გულისხმობს. მათ შორის არიან როგორც ამერიკელი, ასე ევროპელი პოლიტიკოსების, სხვადასხვა ექსპერტები იწყებენ ისეთი განცხადებების კეთებას, რომელიც აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს და როგორც ჩანს, სწორედ ეს არის მათი ამოცანა. გავრცელდა სენატორების, კონგრესმენების განცხადებები, ისინი მოუწოდებენ ბიძინა ივანიშვილის გუნდს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლონ ვახოსანაია სხვა პოლიტპატიმრები. სინამდვილეში ერთ სენატორსა და ერთ კონგრესმენზეა საუბარი და ეკრანზეც მათი პოსტებია.
კონგრესმენ უილსონის, რომელიც აგენტთა რეესტრის ფარას თანახმად ერთ პოსტში კეზერაშვილისგან $1000 იღებს და სენატორ შაჰინის, Deep State-ის სახის, რომელსაც ბაიდენი უსიტყვოდ უგებდა. ტრამპთან კი 1000 ტყუილის თქმა უწევს, რომ საქართველოს დასჯისკენ უბიძგოს. States government to take immediate action in კაცრად მოვითხოვე ამერიკამ საქართველოს წინააღმდეგ იმოქმედოს. არჩევნები იქ აქტივისტთა დევნის ფონზე ტარდება და საზოგადოების უმრავლესობა არ სცნობს. ანუ საქართველოს უმრავლესობა აკაცუკები არიან და ქართული ოცნებისგან უნდა ვიხსნათო. უნდა დავაკვირდეთ, რომ ხშირად საქართველოს საკითხებზე ერთი და იგივე სახეები საუბრობენ ნეგატიურ კონტექსტში და ჩვენ ვიცით, რომ ამის მიღმა არ დგას რაღაც გულწრფელი ან თუნდაც პოლიტიკური იდეალიზმით გამსჭვალული ინტერესები, არამედ დგას მარტივად ფული. Facebook-ი პირდაპირ ერთ დაკავშირებული რადიკალურ ოპოზიციასთან, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, მათ მართლად მედიებთან და ნებისმიერი ასეთი განცხადების ამოცანა არის ერთადერთი დააზიანოს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი. კონგრესმენი უილსონი ამ ჰიბრიდულ ომში დამატებით ბრიუსელიდანაც ოპერირებს, რისთვისაც ეუთოს მანდატს იყენებს. პოლიტიკური რეალობის დამახინჯება და ფაქტების გაყალბება ასე აფასებს საპარლამენტო დელეგაცია დოკუმენტს, რომელიც საქართველოს შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა მოამზადა. ამახინჯებს საქართველოს პოლიტიკურ რეალობას. უხეშად, არასწორად წარმოაჩენს და აყალბებს ფაქტებს. ჩვენი დელეგაცია პროტესტის ნიშნად არ მიიღებს მონაწილეობას კენჭისყრის პროცესში. მოხსენებლები ევროპარლამენტის საქართველოს საკითხებზე, ევროსაბჭოს საქართველოს საკითხებზე შერჩეულები არის სწორედ ის ადამიანები, სადაც გარკვეული ბმა აქვს საქართველოსთან, რომ მათ ნათქვამს ასუთოთ უფრო მეტი ფასი კონდეს თითქოს ქართველებისთვის. გეოები, პოლიტიკოსები, სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები, ასევე ეს ევროპარლამენტარები, სხვადასხვა ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირები აკომენტარებენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებს, ერევიან ჩვენს შიდა საქმეებში, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი მთლიანად ექვემდებარებიან სპეცსამსახურებს. მათ შორისაა იან კელიც, ამერიკის ყოფილი ელჩი, რომელიც სანაიას დაკავებას ორკესტრირებული კამპანიის ფარგლებში ასევე გამოეხმაურა. იან კელი წერს, რომ ჟურნალისტების დაპატიმრება არის არამყარი ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი ნიშანი იმ ხელისუფლებისთვის, რომელსაც ეშინია ხალხის, რომელსაც ის წესით უნდა ემსახურებოდეს. სირცხვილია წერს სოციალურ ქსელში პლატფორმა X-ზე საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ვახოსანაიას დაპატიმრების შესახებ. ვახოსანაია კანონის მრავალჯერადი და გამიზნულად დარღვევის გამო 14 დღით დააპატიმრეს. მაშინ, როცა ამერიკაში პრეზიდენტ ტრამპის ციტირების გამო პირველივე ჯერზე ერთი თვით აპატიმრებენ ადამიანებს და იან კელის, ჯინ შაჰინსა და ჯო უილსონს ეს არ ადარდებთ. გასაგებიცაა, ამისთვის მათ არავინ გადაუხდის. A Facebook comment quoting President ლარი ბუშჰარტი Facebook-ში პრეზიდენტ ტრამპის ციტირებისთვის ციხეში ჩასვეს. მოსამართლემ $2 მილიონი გირაო მოითხოვა, რაც ცხადია ვერ გადაიხადა და უკვე თვეზე მეტია საბოლოო განაჩენს ციხეში ელოდება. ლარის პრეზიდენტ ტრამპის კომენტარის გამოედავებიან, სადაც ის ამბობს, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ცხოვრება მას შემდეგაც, რაც პერის კოლეჯში სროლა მოხდა. საუბარია 17 წლის მოსწავლეზე, რომელმაც კლასელებს ცეცხლი გაუხსნა. შემდეგ კი თავი მოიკლა. მოსამართლემ დაადგინა, რომ ამ კომენტარის გავრცელებით ლარიმ თურმე მსგავს ინციდენტის განმეორება წაახალისა. ამ ფონზე კი იან კელი საქართველოს ამონათებს დემოკრატია არ გივარგათო, თუმცა ძირითადად სოციალურ პოსტებში, თორემ ინტერვიუში მეტი გულახდილობაც შეუძლია. სახელმწიფო დეპარტამენტში საკუთარ აზრს ვერ გამოთქვამ. ხალხს ძალიან ეშინია ხმის ამოღების. იმიტომ რომ რამე ისეც თუ იტყვი, რაც მთლიანად არ ემთხვევა ადმინისტრაციის პოზიციას, გაგაგდებენ სამსახურიდან. და არც ლაპარაკობენ. პოსტებში კი იმას წერენ, რასაც დაავალებენ. მით უმეტეს თუ ფულსაც გადაუხდიან. ნახოთ ვინ არის თითოეული. ქართული ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, ევროკავშირი ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში. დროა გადაიდგას მტკიცე და გადამწყვეტი ნაბიჯები. საქართველოში მედიის დამცველმა ბრეიზამ პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან ერთად დამოუკიდებელი პოლონური ტელეარხი რესპუბლიკა დაბლოკა. არხი დახურვას მხოლოდ მაყურებლის პროტესტის შედეგად გადაურჩა. ტუსკიც და ბრეიზაც ბრიუსელის მარიონეტები არიან. აცხადებს ბრიტანელი ანალიტიკოსი, რომელსაც ამის საბუთიც აქვს. მე ვესწრებოდი ევროკომისიაში გერმანულ NGO-ებთან შეხვედრას, სადაც პოლონეთში ხელისუფლების შეცვლის გეგმა დასახეს, რომელიც წარმატებული გამოდგა და შედეგად დონალდ ტუსკი ბრიუსელის მარიონეტი დასვეს სათავეში. ბრეიზა ტუსკის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.
ტელეკომპანია რესპუბლიკას დახურვას კი იმის გამო ეცადა, რომ მისი წარსული ცოდვები ამოუქეკა. Krzysztofem Brejzą ciągną się demony przeszłości. Krzysztof Brejzas წარსულის დემონები ტანჯავენ. 2015-ში პოლონეთის დაზვერვის ცენტრში რეიდმა გამოავლინა, რომ მთავრობისთვის დასასმელ კითხვებს ცალკეულ პარლამენტარებს წინასწარ უწევდნენ. ამოიღეს Brejzas მიერ ინტერპელაციისას დასმული კითხვები, რომლებიც მძიმე წერტილის ჩათვლით დაზვერვის ტრანსკრიპტებს დაემთხვა. დღეს კი Brejza ქართული მედიის დამცველად იქცა. Ponieważ cek na to został zdominowany. ახალი ამომავალი ვარსკვლავი ევროპარლამენტის გვარი აღარ მახსოვს ბრეიჟა თუ ასე შემდეგ. ბრეიზა, რომელიც გახლავს სიკორსკის პარტიის წევრი და სიკორსკის ნაცვლად შევიდა ევროპარლამენტში. ეს ის სიკორსკი არის, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ დააფუძნა პროპაგანდისტული არხი ვოტტაკ რაღაც ესე რო ქვია, ვოტტაკ საქართველოს. ვინ აფინანსებს ვოტტაკ საქართველოს ძნელი გამოსაცნობი არ არის. 100 ბ-ზე იწყება. გამარჯობა, მე ნათია კობერიძე ვარ და ვტ საქართველოს გუნდთან ერთად პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის საერთაშორისო სამაუწყებლო ცენტრიდან მოგესალმებით. ესეც ვოტტაკ საქართველო. ბრიუსელის კიდევ ერთი იარაღი საქართველოს მოსადრეკად, რომლის წამყვანს ერთ დროს ნაცმედიის ტელესახეს რუსული სახელი ეჩოთირება და ვოტტაკის ნაცვლად ვიტი საქართველო ამბობს. ზურგს უკან კი Brejza უდგას, რომლის ძალისხმევით ქართულ ტელეარხებს ევროკომისიის აკრედიტაცია ჩამოართვეს. ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია, ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი Krzysztof Brejza პროსამთავრობო მედიისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას. სანქციები დაეკისრათ და 1 წლით ევროპარლამენტში მუშაობა აეკრძალათ. ეს მხოლოდ დასაწყისია. ბრიუსელში ალბათ ფიქრობენ, რომ ევროპელი პოლიტიკოსი ქართული საზოგადოებისთვის დემოკრატიას უტოლდება და რასაც იტყვის, უპირობოდ ტაშს დაუკრავენ. ასეთი დროც იყო, მაგრამ უკვე ყველაფერი გაიშიფრა. თავარი არანაირი რეაგირება საქართველოს მოსახლეობას უკვე ამაზე აღარ აქვს, რადგან არ აქვს მნიშვნელობა ვინ აკეთებს ამ განცხადებას, ვინ იღებს ამა თუ იმ რეზოლუციას, თუ ეს რეზოლუცია არის არაობიექტური, უსამართლო, დაუსაბუთებელი და ტყუილებით სავსე. 7-8 წლის წინ ამას მართლა ეროვნული გულყრა მოყვებოდა ხოლმე, რომ აი, რა თქვა, ჩივენზე ვიღაც მავანმა, ბალტიის პირმა ევროპარლამენტარმა, რომელსაც რატომღაც ჩვენი სივრცე საქართველო ხონდა რაღაც ერთგვარად საკურატორო ზონა ჩაბარებული და ჩვენ რაღაც მთლიერი აი გლოვობდით, რომ ჩვენზე რაღაცა ცუდი თქვა, ხო? დღეს მათ განცხადებებზე უბედურების ზარს მეხუთე კოლონა სცემს და ნაცმედიაც ხმას აყოლებს. თუმცა ეს მოთქმა გოდება არავისი აღარ მოქმედებს. აი კიდევ ერთი მაგალითი. ეს აჩვენებს ევროპის რომელ მხარეს დგას დღევანდელი საქართველო, ავტორიტარული ნაწილის მხარეს. საბჭოთა საქართველო რეალობა ხდება. გერმანელ ევროპარლამენტარს სოციქსელში სიძულვილის გავრცელებისთვის დაკავება საბჭოთა საქართველოს ახსენებს. და თუ ასეა, ბერლინი საბჭოეთის დედაქალაქი ყოფილა. It's 6:01 on a Tuesday morning. ჯერ მხოლოდ დილის 6 საათია, თუმცა ბერლინის პოლიცია სოციქსელის მომხმარებელთა ბინებში რეიდებს უკვე იწყებს. ჩხრეკას 6 შეიარაღებული ოფიცერი ატარებს. აპატიმრებენ ყველა ლეპტოპსა თუ მობილურ ტელეფონს, საიდანაც შემდეგ დანაშაულის მტკიცებულებებს ამოიღებენ და სასჯელის ზომას დაადგენენ. At the exact same time, ერთდროულად 50 მსგავსი რეიდი გერმანიის სხვა ქალაქებშიც წარმოებს. raids played out. The prosecutors explained დასჯას ექვემდებარება შეურაცხყოფა, ასევე პოსტები, რომლებიც ბოროტ ჭორს ან დაბრალებას შეიცავს. პირველ ჯერზე რამდენიმე ათასიანი ჯარიმაა, განმეორებისას კი ციხეშიც სვამენ. თუმცა ორივე შემთხვევაში ჩამორთმეული ელექტრონიკა პატრონს არ უბრუნდება, რაც წელიწადში საშუალოდ 5000 კიბერდამნაშავეს მოიცავს. მათ შორის პირებს, რომლებმაც ჰამბურგელ პოლიციელ ენდი გროტეს პენისი უწოდეს და გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 188 მუხლით ციხეში 3 წლამდე ვადით წავიდნენ. Comments like you're son of a bitch. ნაბიჯვარი ხარ, პენისი ხარ. ამ და სხვა სალანძღავ სიტყვებს კრიტიკასთან კავშირი არ აქვს და როგორც კრიმინალი ისჯება. პენისი მიწოდეს და სასჯელიც მიიღეს. ონლაინ შეურაცხყოფა გახშირდა და მე ყველას მოუწოდებ იჩივლოს. მაიკლ გალერს პენისი არა, მაგრამ კორუფციონერი კი 1000 ჯერ უწოდეს. თუმცა არ უჩივლია, რადგან ყველა შემთხვევას საბუთი ახლდა. გაირკვა, რომ ის არაბთა საამიროებზე მუშაობს და ევრორეზოლუციებსაც მათი დაკვეთით არ რედაქტირებს. შედეგად კი წელიწადში 9,5 მილიონ ევროს იღებს.
მათ აქვთ კონკრეტული ინტერესები, ისინი იღებენ ფულს ამაში და ბევრი მათგანი საერთოდ საპენსიო ასაკშია და მათთვის ერთგვარი პენსიის დანამატიც კი არის საქართველოს ლანძღვა და გინება და კრიტიკა, სრულიად არაობიექტური. ვახოსანაიაზე პოსტი გალერს შესაძლოა უფასოდაც დაედო, რადგან ურსულას თანაპარტიელია, მაგრამ ესეც რომ არა, მისი პოსტის ფასი ისედაც ნულია, ისევე როგორც უამრავი მისი კორუფციონერი კოლეგის. ჟურნალისტ ვახოსანაიასთვის Facebook პოსტის გამო 14-დღიანი პატიმრობის მისჯა აჩვენებს, თუ რა სისწრაფით ეშვება საქართველოს კრემლის სტილის რეპრესიების მორევში. ამ ტემპით ბიძინა ივანიშვილი მალე მოსკოვში მყოფ თავის ბატონებსაც კი გადაუსწრებს. შეუძლებელია იუკნევიჩიანემ არ იცოდეს, რომ მშობლიურ ლიეტუვაში სისტემატური ონლაინ შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულია და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ან არ იცოდეს, რომ ინტერნეტის კონტროლი იქ ვირტუალურ პატრულს ევალება. ისინი ხელმძღვანელობენ ორმაგი სტანდარტით. ავიწყდებათ, რომ მსგავსი პრაქტიკა გაცილებით უფრო ხშირად და მკაცრი მეთოდებით გამოიყენება თავად ევროკავშირში. Даже когда не было Путина. პუტინი არც არსებობდა, მე რომ პოლიტიკური კარიერა დავიწყე. სოციალური ქსელები მაშინ არ ვქონდა, თუმცა დეზინფორმაცია მაინც უზარმაზარი იყო. დღესაც ასია, ოღონდ დღეს მზად ვართ და კიდევ უფრო ვაძლიერებთ თავდაცვას ამ ფრონტზე. ლიტვაშიც და მთლიანად ევროპაშიც. ეს პრიორიტეტია. ანუ იცის, რომ ლიტვაშიც ჯიან ინტერნეტში შეურაცხყოფის გამო და ეცოდინება ისიც, რომ ცნობილი ბლოგერი ლაურინა რაგელსკი იქ სიძულვილის პოსტებისთვის ციხეში 2 წლით ჩასვეს. ცხადია იცის, მაგრამ რა ქნას, ის საქართველოს მიუჩინეს და აკეთებს რაც დაავალეს. იმის იქით კი რა ხდება არ ამბობს. რასა იუკნევიჩიანი 30 წელიწადია ფიქრობს, რომ არის საქართველოს ერთ-ერთი დირექტორი. ნამდვილად ესე ფიქრობ და როგორ ვიღაცამ უცებ უთხრა რომ შენ არაფერს შეში არ ხარ, საერთოდ ამ ქვეყნის ასე თქვა ავანჩავანი შენ არავინ გეკითხება და თუ შეიძლება გადადექი გვერდზე და ჩვენ თვითონ მივხედავ ჩვენ თავს. ვინ მისცა ამის უფლება დღეს საქართველოს? აი ესეთი დამოკიდებულება. როგორ შეიძლება რასა იუკნევიჩიანეს ღირებულებების ევროკავშირში ჩვენ რაიმე საერთო კონდეს, რომელიც ცდილობენ სუვერენიტეტის სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვას, ადამიანების მიმართ ზიზღით მოქმედებენ და ცდილობენ სხვა ქვეყნებზე თავდასხმას, მანამ რა თქმა უნდა ჩვენ ვერ დაგვარწმუნებენ იმაში, რომ ასეთ ევროკავშირში ყოფნა რაიმენ არის სარგებლოს მოუტანს ჩვენ ქვეყანას. რასამ რუსული საუკეთესოდ იცის და თუ ჟურნალისტთა დევნა მართლა აწუხებს, გაეროში მათ მიმდინარე გამოსვლებს შეუძლია მოусმინოს და სიმართლე დაპოსტოს. რუსლან კალინჩუკი, რომელიც კიევის რეჟიმის მხრიდან დევნის გამო იძულებული გახდა რუსეთში გაქცეულიყო. ვაშუქებდი, როგორ ესხმოდნენ თავს ნეონაცისტები მღვდელმთავრებს, თესავდნენ ზიზღს მართლმადიდებელი მრევლის მიმართ, რაშიც სამთავრობო მედიაც იყო ჩართული. ამას მოჰყვა მთავრობის მიერ ეკლესიების დახურვა და მღვდლების გარეთ გაყრა. მე ქვეყნის დატოვება მაიძულეს. დონეცკსა და ზაპოროჟიაში ვაშუქებდი ომს და ჩემი ყურადღება მთავრობის მიერ ნაციზმის დამკვიდრება მიიპყრო. ისინი მთელი მსოფლიოდან თავს უყრიდნენ ნეონაცისტებს და ფულს უხდიდნენ, რომ რუსულენოვანი მოსახლეობისთვის ტერორი მოეწყოთ. კოორდინაციას კი უცხოური სპეცსამსახურები უწევდნენ. დონბასში მოვლენების გაშუქება ტერორიზმად ჩამითვალეს და 15 წლით პატიმრობა შემიფარდეს. არადა ყველა ჩემი რეპორტაჟი მშვიდობის საჭიროებაზე იყო. 5 წლის შემდეგ აპელაციის შედეგად გამომიშვეს. თუმცა ციხეებში ათასობით ჟურნალისტი რჩება, მათ შორის საიდუმლო საპატიმროებში, სადაც აწამებენ და აბუჩად იგდებენ. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ეს იციან და ხმას არ იღებენ. სამაგიეროდ საქართველოს ვახოსანაიას გამოაკრიტიკებენ, რომელიც კანონით დადგენილი პროცედურებით დაისაჯა. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეს ყველაფერი deep state-ის პოლიტიკაა. ბრიტანული deep state არათუ სიძულვილის ენისთვის, არამედ მთავრობის კრიტიკისთვის ხალხს ციხეში უშვებს. მთელ ევროპაშიც იგივე ხდება, სატელევიზიო არხების დახურვა, ადამიანებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვა. ყველაფერი ის, რაც საბჭოთა კავშირში ხდებოდა, ახლა ევროპაში ხდება. ბრიტანეთი წელიწადში 12,000 ადამიანს სოციალური პოსტების გამო ციხეში უშვებს. ეს ნორმალურია? სიტყვის თავისუფლებას დიდი ხნის ისტორია აქვს ჩვენს ქვეყანაში და მას შეუპოვრად ვიცავთ. მათ შორის მკაცრად მიჯნავთ შეურაცხყოფელი სოციალური პოსტებისგან. 12,000-ზე მეტი
აღძრული სისხლის სამართლის საქმე დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, კანცლერის, თავდაცვის მინისტრის, სხვა მაღალი თანამდებობების მიმართ თანამდებობის პირების მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენის გამო, რაც როგორც ჩანს, მისაღები არის ევროპისთვის, თუმცა მიუღებელია საქართველოში, რადგან საქართველოში თურმე არ შეიძლება სტანდარტი არსებობდეს. გაპატიმრებთ იმ კომენტარების გამო, რომელიც Facebook-ზე დაწერეთ, გასაგებია? ამი Facebook დანაშაული ჩავიდნენ. დიახ, იმიტომ რომ თქვენი პოსტები შეურაცხმყოფელი იყო. შეგიძლიათ მითხრათ, რომელ პოსტზეა საუბარი? არა, ამას პოლიციაში გაიგებთ. სოციალური პოსტებისთვის 6000 მოსახლეზე ბრიტანეთში ამჟამად 1-ია პატიმრობაში. გერმანიაში 16000-დან 1. საქართველოში კი 4 მილიონიდან მხოლოდ სანაია. მე არ ვაპირებ რომ რაიმეთი შევზღუდო ჩემი თავი. არც ერთ სივრცეში არ ვაპირებ ამას, არც სატელევიზიო სივრცეში, არც სატელევიზიო სივრცესაც ახლა შეზღუდვებით, ხან თქვენ ახლა საინფორმაციო სამსახურს წარმოადგენთ, ხო, საინფორმაციო გამოშვება მიყავთ, რომელიც არის განსაკუთრებული ამ ხრივ ახალი რეგულაციებით დაკვირვების ქვეშ. ხო, ეს ჩემთვის სულ ერთია, მე ამ კანონს არ ვემორჩილები. და მაინც, თურმე საქართველოში ყოფილა საბჭოთა კავშირი, სადაც სოციალურ პოსტებთან დაკავშირებულ ჯამში 100 საქმიდან 99 ჯარემით გადაწყდა. სასამართლოდ ასე მეტი გადაწყვეტილება, თუმცა არავის გახსენებია დანარჩენი 99 ადამიანი, რომელმაც აღიარა დანაშაული, გადაიხადა ჯარიმა, ბოდიში მოუხადა საზოგადოებას და აღარაფერს განმეორდეს გაიმეორეს საკუთარი დანაშაული, თუმცა ამაზე არანაირი რეაგირება არ მოხდა და რეაგირება მოისმენთ მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანზე, რადგან ის არის მათი გავლენის აგენტი. ბრიჯიტ მაკრონის მიმართ სამასოიანი კომბინაცია არავის გამოუყენებია. უბრალოდ აზრი გამოთქვეს, რომ ტრანსგენდერია და ამის გამო 40-დან 60 წლამდე ასაკის 8 ქალი და 2 კაცი ამ ცოტა ხნის წინ ციხეში გაუშვეს. მოსამართლემ 10-ვე ბრალდებული 4-დან 8 თვემდე ვადით ციხეში გაუშვა და ასევე გაუყინა სოცმედიის გვერდები. მათ დამატებით მოუწევთ ბრიჯიტ მაკრონისთვის 10,000 ევროს კომპენსაციის გადახდა, რაც მისი ნერვული აშლილობის მკურნალობას უნდა მოხმარდეს. არ გადაიხდიან, კანონი ფულს მათი საბანკო ანგარიშებიდან აიღებს. ანგარიშები ცარიელი იქნება და სახლს გაუყიდიან. ასე იცავენ კანონს ევროპაში. საქართველოში კი კანონის დაცვა დემოკრატიულ უკუსლად ითვლება. ანუ ძალიან მარტივია ჩვენთვის ყველაფერი მოსულა, რაც დასაშვებია იუპიტერისთვის და უშვებელია ხარისთვის, ისინი მოქმედებენ ამ ლოგიკით, სადაც ხარი არის ქართველი ხალხი, ხოლო იუპიტერი არის ევრობიუროკრატია, ეს არის და ეს. რა არის მიზანი? რომ მეხუთე კოლონას ხელი გაუხსნან. ქვეყანაში მუდმივი ქაოსი და არეულობა შექმნან, რომ იქნებ ბოლოს და ბოლოს როგორმე ჩამოაგდონ ხელისუფლება. What about Georgian Church? ეკლესიას შეუძლია ჩარევა და ამ პროცესის შეჩერება. Georgian Church is very influential. ქართული ეკლესია ძალიან გავლენიანია, თანაც პრორუსულია, ანუ დიახ, ეკლესიას სახიფათოა. უნდა გააღვივონ საქართველოს ხელოვნურად სიძულვილი დაპირისპირება, უნდა შექმნან ასეთი აგრესიული გარემო, რა თქმა უნდა ჩვენ ამას უნდა დავუპირისპირდეთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის ეროვნული ამოცანა. ხო, ჩვენი ეროვნული ამოცანაა, რომ არავის მივცეთ გარედან ხელოვნურად საქართველოში აგრესიის და სიძულვილის გაღვივების საშუალება. და ერთხელ და სამუდამოდ ეს აგენტურული ქსელი მათი მედია დანაყოფებით, პოლიტიკური დანაყოფებით თუ NGO-ებით უნდა გავიყვანოთ საქართველოს საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრებიდან. მხოლოდ მაშინ შევძლებთ, რომ ჩვენ მშვიდობიან, შვიდ გარემოში ვიცხოვროთ, ვიყოთ კონცენტრირებული ეკონომიკურ განვითარებაზე. არავინ ფიქრობდა, რომ ეს იქნებოდა იავარდით ფენილი გზა, ეს არის ეკლიანი გზა, მაგრამ ჩვენ როგორც ქრისტიან ღირსეულებს ჩვენ შეგვიძლია ეს გზა გავიაროთ. თუმცა მხოლოდ რწმენით, ტრადიციების ერთგულებით, ერის განმანათლებელთა პატივისცემითა და ოჯახის სიწმინდით არის ეს შესაძლებელი. ამიტომაც ცდილობენ თითოეული ამ ბურჯის მორყევას. აგინებენ ეკლესიას, მწერლებს, ნერგავენ LGBT იდეოლოგიას, მაგრამ ვიდრე ერი, ბერი და მთავრობა ერთ მუშტად რჩება შეკროლი, საქართველოს განაგრძობს წინსვლას და სამშვიდობოსაც აუცილებლად გავა.